იშვიათია ადამიანი, რომელსაც ვიზუალური ხელოვნება არ უყვარს და რომლისთვისაც არ მოიძებნება ისეთი ნამუშევარი, რომელიც მის ესთეტურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ესთეტური სიამოვნების გარდა, ხელოვნება და მისი ისტორია გვეხმარება გავაანალიზოთ, როგორ გამოხატავს კაცობრიობა საკუთარ თავს სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში. მაგრამ იმისთვის, რომ სიღრმისეულად გავიგოთ, რა იდეა დევს ხელოვნების ნაწარმოების მიღმა, გვჭირდება სპეციალური ენის ცოდნა, ინსტრუმენტების ფლობა და მომავალი რამდენიმე ვიდეო სწორედ ამაზე იქნება. დასავლურ სამყაროში ვიზუალური ხელოვნება სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: მხატვრობა, ქანდაკება და არქიტექტურა. მხატვრობა ორგანზომილებიანია, აქვს სიმაღლე და სიგანე და როგორც წესი ბრტყელია. მხატვრობა ფერწერის გარდა მოიცავს გრაფიკას, მოზაიკას, ვიტრაჟს, გობელენს და ზოგიერთ შემთხვევებში ფოტოგრაფიასაც კი. ქანდაკება სამგანზომილებიანია და სიმაღლესა და სიგანესთან ერთად აქვს სიღრმეც. არქიტექტურა ამ სამიდან ყველაზე უტილიტარული კატეგორიაა, ესე იგი, მხატვრულ ღირებულებასთან ერთად გააჩნია ფუნქციაც. შენობები შემოსაზღვრავენ და ორგანიზებას უკეთებენ სივრცეს, კონკრეტული დანიშნულებისთვის. ძალიან ხშირად არქიტექტურა აერთიანებს ხელოვნების სხვა დარგებსაც.